ენგურხესი იქნებოდა ასე ვთქვათ პოლიტიკის გარეთ და მოემსახურებოდა მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავებას. სიტყვიერი შეთანხმება იყო, რომ 40% უნდა დარჩენილიყო აფხაზეთში, ხოლო 60% წამოსულიყო საქართველოში. იმ დღიდან დაწყებული მე არ მახსოვს რამე გამწვავება ან შეთანხმება ჩვენ საკითხში, ენერგეტიკის საკითხში, ყოველთვის ვიზიარებდით ერთმანეთის ინტერესებს, დავცილობდით დახმარებოდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან რთული სიტუაცია იყო და პატარ-პატარა გამწვავები და ექსცესები ხდებოდა, თუმცა ეს იყო ერთდღიანი, მაქსიმუმ შეიძლება 2 დღე. და მე ყველაფერს ვაგვარებდით, ხოლო ბოლო ხანებში, ბოლო რაც რეაბილიტაცია დავიწყეთ, რაც ცოტა სიტუაცია დაწყნარდა, იმის მერე საერთოდ არ მახსოვს რამე სიტუაციის გამოწვევა მოგეხსენებათ ენგურხესის თლიანი კომპლექსის წყალი, ესე იგი, და კაშხალი და გვირაბის დაახლოებით 2/3 არის წარმოიχის კონტროლირება ტერიტორიაზე, დანარჩენი ენგურხესის სამანქანო დარბაზი და ძალოვანი კვანძი, სადაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება და ვარნიხის პირველი მთლიანად არის გალისტანის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე.